გამარჯობა, გიბრუნდებით მორიგი ეპიზოდით. დღეს ვისაუბრებთ Airflow-ს შესახებ. დამეთანხმებით, როცა ზაფხულია, ხარისხიანი და სწორი გაგრილების მიწოდება კომპიუტერისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქ მაქვს მომზადებული სლაიდები, რომლებიც ახსნის პროცესს ბევრად გამიმარტივებს. პირველი სლაიდით უპასუხოთ კითხვებს, რომლებიც ზოგადად Airflow-ს შესახებ ჩნდება. პირველი კითხვა ასეთია, რა არის Airflow? Airflow ეს არის ჰაერის ნაკადის მოძრაობა ზოგადად ნებისმიერ სიტუაციაში, მაგრამ თუ დავურთავთ სიტყვას case, უკვე ვსაუბრობთ კომპიუტერის case-ში არსებული ჰაერის ნაკადის მოძრაობაზე. Airflow-ს მეშვეობით ვადგენთ რა რაოდენობით და საიდან გამოვიდა ან შევიდა ჰაერი ჩვენს case-ში. სწორედ ისეთი მომხმარებლებისთვისაა გათვლილი, ვისაც არ ეთაკილება ან არ აქვს საშუალება case-ი ხშირად გაწმინდოს მტვრისგან. მეორე ტიპია ნეგატიური Airflow, რაც გულისხმობს case-ში ძირითადი რაოდენობით გამტანი კულერების დაყენებას. ასეთი ტიპის გაგრილება უზრუნველყოფს მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურებს case-ში და შესაბამისად კომპონენტების სიცოცხლის ხანგრძლივობასაც ზრდის. საბირწვანედ ასეთი გაგრილების ტიპი ჩვეულებრივზე სწრაფად იწვევს case-ის დამტრიანებას და არც თუ ისე კომფორტულია სახმარად. ბოლოს ყველაზე გავრცელებული ტიპი ნეიტრალური Airflow-ა. ალბათ მივხვდით კიდეც, ასეთი გაგრილების ტიპი გულისხმობს შემტანი და გამტანი კულერების თითქმის ტოლი ან ტოლი რაოდენობით არსებობას. ძირითადად სწორედ ამ მოდელზე იწყება case-ების უმრავლესობა და შეუძლია საშუალოდ მოგვაწოდოს ხარისხი როგორც გაგრილების, ასევე დამტვრიანების მხრივ. ძირითადად ისეთი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც არც ძალიან დაბალ ტემპერატურებზე აქვს პრეტენზია და არც იშვიათ გასაწმენდ სისტემებზე. ხარ რა უნდა გავითვალისწინოთ Airflow-ს ტიპის შერჩევამდე? აუცილებელი გასათვალისწინებელი საკითხებია case-ის ზომა, პროცესორის გაგრილება, ანუ CPU კულერი, კულერების ზომა და ხარისხი და ასევე კაბელების მენეჯმენტი. მოკლედ თითოეულზე რომ ვისაუბროთ, case-ის ზომა მნიშვნელოვანია, რადგან დავადგინოთ რამდენი და რა ზომის კულერი მოთავსდება case-ში. პროცესორის გაგრილება გასათვალისწინებელია, რადგან მას თვითონაც აქვს კულერი და ეს კულერი აუცილებლად წარმოქმნის Airflow-ს, ამიტომ საჭიროა პროცესორის კულერის Airflow-ს შეთავსება case-ის კულერებთან და პირიქით. კულერების ზომა და ხარისხი მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით შეგვიქმნის წარმოადგენას რა ტემპერატურებს და რა ხმას უნდა მოველოდოთ კულერებისგან და ბოლოს კაბელების მენეჯმენტიც გასათვალისწინებელი ფაქტორია, რადგან სწორედ მისმა არასწორად დაუხარისხოთ განაწილებამ case-ში შეიძლება გამოიწვიოს კარგი Airflow-ს შემთხვევაშიც კი მაღალი ტემპერატურები ან ზედმეტი დამტრიანება. პირველი სლაიდისთვის სულ ეს იყო, გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. ახლა ვისაუბროთ intake და exhaust კულერებზე და ასევე თანამედროვე reverse blade კულერებზე. შემტანი ანუ იგივე intake კულერები უზრუნველყოფს გრილი ჰაერის შეტანას case-ში და ამით აგრილებს კომპიუტერის კომპონენტებს. ხოლო exhaust კულერები კომპონენტებისგან გამოყოფილ ცხელ ჰაერს შეიწოვენ და case-იდან გამოაქვთ. ფოტოზე მოცემულია ტიპიური ნეიტრალური Airflow-ს მქონე ნახაზი, სადაც პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კულერები არის გამტანი, როგორც ისრის მიმართულება გვიჩვენებს, ხოლო მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კულერები არის შემტანი, intake კულერები. ახლა ვისაუბროთ შუაში მოცემულ სურათებზე. როგორც ხედავთ, პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კულერები წინა მხრითაა ნაჩვენები, რაც ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ შემთხვევაში case-ში წინა მხრით კულერი ექცევა, რომელიც არის ჰაერის გამტანი. მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კულერები კი უკანა მხრითაა ნაჩვენები, ანუ case-ის უკანა ნაწილით, რადგან როცა კულერს ვაყენებთ შემტან intake პოზიციაში, კულერის უკანა მხარე ექცევა case-ის მხარეს და საკმაოდ არაესთეტიკურია აღსაქმნელად. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეიქმნა reverse blade კულერები, რომელთა ფრთებით შებრუნებულია და ისინი ექცევიან case-ში სწორი მიმართულებით და ამავდროულად არიან intake კულერებიც. ანუ ეს ესთეტიკური პრობლემა გადაიჭრა. გაითვალისწინეთ, რომ დღეს არსებული კულერების უმეტესობა არ არის reverse blade და არც თუ ისე მარტივი საშანელია მსგავსი ტიპის კულერები. აქვე აღნიშნავ წყლის გაგრილებას, რომელზეც დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ კულერების ჭრილში. წყლის გაგრილებები ყენდება 120, 140, 240, 280, 360, 400 მმ-იან რადიატორებზე, სადაც თავსდება კულერები. ასეთი გაგრილება უზრუნველყოფს როგორც case-ის გაგრილებას, ასევე პროცესორის გაგრილებასაც და ძალიან პრაქტიკულია დღევანდელობაში, ესთეტიკური მხარეც ბევრად დახვეწილია. ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო, დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, სადაც გავაგრძელებთ ამ თემის განხილვას, ოღონდ კიდევ უფრო ჩავშლით დეტალებს და ვისაუბროთ კონკრეტული кейსების ზომებზე
და ასევე პატარა შეჯამებასაც გავაკეთებთ. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.